აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრმა გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტს ანდრია გვაზავას უმასპინძლა. მეუფეს ვარშავის უნივერსიტეტის წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემია მიულოცეს. საქართველოში საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ისტორიული გიმნაზიის აღდგენის, ვარშავის უნივერსიტეტში წმინდა გრიგოლ ფერაძის სრული შრომების ქართულ ენაზე გამოცემის მხარდაჭერისთვის, ასევე ვარშავის უნივერსიტეტსა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო კავშირების დამყარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მეუფე ანდრია უნივერსიტეტის წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა. პრემია მის ლაურეატებს იმ ჰუმანიზმისა და ფასეულობებისთვის გადაეცემათ, რომლებსაც ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში ამკვიდრებენ. ხიდი ამ ორ დიდ ქვეყანას შორის მრავალთაგან, ასევე წმინდა გრიგოლ ფერაძემ გასდო, ის მოღვაწეობდა ევროპაში, განსაკუთრებით დიდი ღვაწლი და დიდი წარმატებები მას ხვდა პოლონეთში. მეუფე ანდრიას პოლონეთის ვარშავის უნივერსიტეტიდან გადაეცა ჯილდო წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის პოლონელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობის დამყარების მიზნით. ჩვენ ამ დღესთან დაკავშირებით შევიკრიბეთ, რათა მოგველოცა მეუფისთვის ეს ღირსშესანიშნავი ჯილდო. ერთმა დაგლოცოთ. დღეს აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი შეხვდა მიტროპოლიტს მეუფე ანდრიას ფრიად სასიამოვნო მოვლენასთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ დაჯილდოვდა წმინდა გიორგი ფერაძის სახელობის სპეციალური ჯილდოთი. მე მინდა დიდი პატივისცემით მიულოცო მეუფე ანდრიას ეს დიდი აღიარება. მადლობა უთხრა სულიერებისა და კულტურის ცენტრს ამ დღევანდელი საღამოსათვის. საღამოს თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბიძინა გუნია უძღვებოდა. გამომსვლელებმა მეუფე ანდრიას ღვაწლზე ისაუბრეს. შესრულდა ქართული და აფხაზური ხალხური სიმღერები და საგალობლები. უნდა ვილაპარაკოთ თვითონ გრიგოლ ფერაძეზე. ეს იყო არაჩვეულებრივი მოღვაწე ქართველი, რომელმაც დატოვა თავისი კვალი მეცნიერებაში, პროზაში და ლიტერატურაში. და ბოლოს თავი გაწირა სხვა ადამიანისათვის და წარმოაჩენდა ქართულ კულტურას, ქართულ მეობას ევროპაში და ყველაფერს უსადაგებდა ქართული თვალთახედვით. მეუფე ანდრიას დამსახურება ის არის, რომ მან შეეძლო წარმოეჩინა ეს ადამიანი, მისი ღვაწლი, მისი შემოქმედება და კვალი ამ ადამიანისა ცხოვრებაში, რომ არ დაიკარგოს ესეთი კვალი, უნდა ვილაპარაკოთ ასეთ ადამიანებზე, უნდა ახალგაზრდებს უჩვენოთ თუ რას შვებოდნენ ჩვენი წინაპრები, რომ როგორც ერი და როგორც ქვეყანა გადარჩეთ. 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს მღვდელმთავარი ანდრია ერთადერთი უმაღლესი ოფიციალური პირი იყო, რომელმაც არ დატოვა ქალაქი და ბოლომდე ცდილობდა დარჩენილი მოსახლეობის გამხნევებას. ის პირველი ჩაუდგა სათავეში და პირადად ხელმძღვანელობდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული მისიების განხორციელებას. აქტიურად იყო ჩართული ტყვეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების და დაღუპული მეომრების გადმოსვენების საქმეში. მეუფე ანდრია არის მოღვაწე. მან ეს თავის ცხოვრების წესით დაადასტურა. არაერთი დადებითი მართლაც რო საგმირო ეპიზოდის გახსენება შეიძლება მეუფესთან დაკავშირებით და განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს ყველაზე მძიმე დღეები ქართული სახელმწიფოს. ეს ეხება რა თქმა უნდა ჩვენს გამოყოფილ ნაწილს აფხაზეთს და ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლას სოხუმში. და შემდგომ 2008 წელს მეუფემ საკუთარი გმირობის ფასად, საკუთარი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხის ფასად შეძლო. რა თქმა უნდა პატრიარქის ხელმძღვანელობით და მისი ლოცვა-კურთხევით პატივი მიეგო ქართველისთვის, ჯარისკაცისთვის, მებრძოლისთვის, ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილისთვის და მიებარებინა მიწას. მინდა მადლობა მოვახსენო აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრს, დეკანოზ ბიძინა გუნიას, რომელიც ცენტრს სულიერად ხელმძღვანელობს და მის ხელმძღვანელობას დღევანდელ დღეს ჩემი მოწვევისათვის დღეს ასეთი ადგილები და ამგვარი შეხვედრები ჩვენთვის აფხაზეთის მკვიდრებისათვის არის ნუგეში, სასიხარულო, სადაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რა ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი მიღწევები, გავიგოთ ის სიახლეები, რომელიც
აფხაზეთის საზოგადოებაში ხდება მიუხედავად იმ 26 წელიწადისა, რომელიც ჩვენ გვაშორებს ჩვენს მშობლიურ კუთხეს, ჩვენ ვრჩებით ამ კუთხის შვილებად. მაყოფილი ვარ, რაც ნახე, უსურვებ წარმატებას ამ ცენტრს და ფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში ამგვარი ადგილები სულიერებისა და კულტურის ცენტრები უნდა გახდნენ ძალიან მყარი საფუძველი ჩვენი შემდგომ აფხაზეთში დაბრუნების და მშვიდობიანი თანაარსებობის ჩვენს ძმებთან, ჩვენს მოქალაქეებთან, რომლებიც დღეს არიან აფხაზეთში.